ჩვენ ქალი პოლიტიკოსები დღეს გავერთიანეთ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ქალის, მარტოხელა დედის, ევა შაშიაშვილის მხარდასაჭერად. მას ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომელსაც დედის გარდა სხვა მზრუნველი არ გააჩნია. მოვითხოვეთ ევა შაშიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი. ამისთვის ვითხოვდით გენერალურ პროკურორთან გიორგი გვარაკიძესთან და მის მოადგილეებთან შეხვედრას. პროკურატურიდან ჩვენთან შესაძლებლად გამოვიდა საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა და დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უბერიძე. მთელი დღის განმავლობაში პროკურატურაში მოდიოდნენ საინიციატივო ჯგუფები, საპროტესტო მოძრაობა სამასი ქალი, შშმ თემის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და უერთდებოდნენ ჩვენს მოთხოვნას. ასევე მოდიოდნენ რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც ინდივიდუალურ განცხადებებს აბარებდნენ პროკურატურაში იგივე მოთხოვნით, მხარდაჭერის და სოლიდარობის ნიშნად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ახალ წლამდე პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევა დაუბრუნდეს შვილს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ევა შაშიაშვილის თავისუფლებისთვის. მიუღართავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ქალთა უფლებების დამკვირვებელ ორგანიზაციას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამკვირვებელ ორგანიზაციას. მოვახსენებთ მათ საქმის დეტალებს, ვითარებას, სიმწვავეს და იმ არსებულ მდგომარეობას საქმის და სიმძიმეს, რომელიც არის უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებული და არწმუნებლები ვართ, რომ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და ევა იქნება თავისუფალი, დაუბრუნდება თავის შშმ შვილს და მიეცემა დედაშვილს ერთად ყოფნის საშუალება, ერთმანეთზე მზრუნველობის სასიცოცხლოდ აუცილებელი საშუალება, რაც ამ კონკრეტულ საქმეში არის განსაკუთრებული და სწორედ ამიტომაც ვართ დღეს ჩვენ ერთიანები და ერთად მუშაობდით მთელი დღის განმავლობაში დილიდან საღამომდე ამ საქმეზე. მადლობა ყველას. მედიას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ყველა ადამიანს, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელებაში მოხმარება, ყველას მადლობა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოების მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება, ინფორმირებულობის გაზრდა ამ მიმართულებით, რათა უფრო მეტი სოლიდარობა და მხარდაჭერა იქნას გამოხატული. მადლობა.